დღევანდელ ვიდეოში მინდა რომ გაგიზიაროთ რამდენიმე ქალაქი კვიპროსში, რომელიც ძალიან მომწონს. განვიხილოთ ერთად მათი პლუსები და მინუსები და მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი. დავიწყებ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქით, რომელიც გახლავთ ლარნაკა. ლარნაკა არის ძალიან მშვიდი და დასასვენებლად იდეალური ადგილი. პლუს ამას აეროპორტი სწორედ ამ ქალაქში არის, შესაბამისად ტრანსპორტირება გაცილებით მარტივი არის. აგრეთვე ფინიკუდესის ულამაზესი სანაპირო არის, რომელიც ძალიან კარგია გასასეირნებლად და ესე ვიზუალურად დასთვალიერებლად, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ მინუსი, რომ ეს სანაპირო არ არის კარგი საცურაოდ, იმიტომ რომ დაახლოებით რომ შევადარო არის ურეკივით, არ ღრმავდება წყალი და აგრეთვე არ არის ისეთი ოქროსფერი ქვიშა, როგორც მაგალითად სხვა ქალაქებში, თუნდაც აიანაპაში. არ მიყვარს საცურაოდ აქ გასვლა, მაგრამ სხვა მხრივ არის ძალიან მშვიდი და კარგი აურა, ასევე ძალიან კარგი ფასები არის და უფრო დაბალბიუჯეტური არის, რომ შევადაროთ სხვა ქალაქებს. გადავიდეთ შემდეგ ქალაქზე, რომელიც გახლავთ ლიმასოლი. ლიმასოლი არის ქალაქი, სადაც თავმოყრილი არის სხვადასხვა ბიზნეს ცენტრები და ეტყობა კიდეც ქალაქს უშუალებელი ცათამბურჯენები არის წამოჭიმული და რაღაცნაირად წააგავს დუბაის, რა თქმა უნდა, ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ აქაურები ესაება ხოლმე, რომ პატარა დუბაი არისო და მართლაც რამოდენიმე შენობა ისეთი ლამაზია და ისე მომწონს, რომ არ ვიცი, ჩემთვის ლიმასოლს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემ გულში, ძალიან მომწონს ეს ქალაქი, მაგრამ უნდა აღვნიშნოს მისი უარყოფითი მხარე, რაც არის ფასები, ძალიან ძვირი არის როგორც ცხოვრება, ასევე დასვენება. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად არის საცობები, იმიტომ რომ ბევრი მანქანაა. ზოგადად კვიპროსში ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს, მაგრამ განსაკუთრებით ბევრი რუსი სწორედ ამ ქალაქში არის, ამიტომ ლიმასოლში რომ მივდივარ, ყოველი მესამე ადამიანი რუსი მხვდება ხოლმე, რაც ისეთ სასიამოვნო არ არის. მაგრამ სხვა მხრივ ძალიან ლამაზი არის, ინფრასტრუქტურა განვითარებული არის, ლამაზი სანაპიროებია, მაგრამ ასევე საცურაოდ არ არის იდეალური და გადავიდეთ შემდეგ ქალაქზე, რომელიც გახლავთ აიანაპა და აიანაპას მთელი ხიბლის სწორედ ულამაზესი სანაპიროები არის. აიანაპა და პროტარასი არის ჩემი ფავორიტი, როდესაც მინდა ხოლმე ლამაზ სანაპიროზე წასვლა, ასევე ღამის ცხოვრება და გართობა, რა თქმა უნდა, აიანაპაზე ბევრად უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე ლარნაკაში. თუმცა ლიმასოლშიც არანაკლებ არის. არის უამრავი ღამის კლუბი, ძალიან ბევრი გართობა, აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპირო ნისი ბიჩი სწორედ აიანაპაზეა და ერთი სიტყვით იდეალური არის ახალგაზრდებისთვის. მინუსად რაც შეეხება, თუ